1001 ღამე. იმ გოგომ მადლობა გადამიხადა. ქუდაისთან რომ გავუშვი სამუშაოდ. პასტოხიც კი მაჩუკა. თაშანში მაქვს მაღაზიაში. ეს ყველაფერი გასაგებია ბატონო ბურხან, მაგრამ რატომ მოგვატყუე? ვითომ წუხდი იმ გოგოს წასვლის გამო? ყველაფერზე შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიში. ის გოგო ქუდაის დედასულის. არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეთქვა თანაც ჩვენთან უკვე აღარ მუშაობდა. უნდა გეთქვა და ფიუსონთან ასეთი დამცირებული არ ვიქნებოდი. ამ საკითხზე აუცილებლად დაველაპარაკები მაქვს ფიუსონს. ქალბატონო ნადიდე, ამის პატიება არ შეიძლება. როგორ გავედა და ასეთი რამ როგორ თქვა მამაზე, ამის გამო პასუხი უნდა აგოს. გთხოვ ბატონო ბურხან, შეეშვი. ნუ ვილაპარაკებთ ამაზე. ესე იგი ხმა არ მოვიღო? ცოტა ხანი მაინც. როგორ მომაბეზრა თავი, რა საშინელი ხასიათი აქვს. დასვენება მინდა. ქალბატონო ნადიდე, თუ გავჩვენდებით, უფრო გათავხედდება. რა ვქნათ, ასეთი ხასიათი აქვს. სახლიდან ხომ ვერ გავაგდებთ სამი შვილის დედა. უნდა შევეგუოთ, სხვა რა გზაა. რას თავაზობ, ჩვენი რძრის გამო წავგიკლავდით. ბატონო ბურხან, დიდ სულოვნება გამოიჩინე და არაფერი უთხრა. რაც ფიუსონმა ჩაიდინა, ეს უბრალოდ თავხედობა არ არის. სულ ცხვირში ამოვადენ ამ სიტყვებს, დამაცადოს. ათი დღე არ დაურეკავს. რადგან ჩვენ შორის 8 საათია სხვაობა, როგორც კი გათენდება, მაშინვე ვურეკავ ხოლმე, მაგრამ ტელეფონს არ პასუხობს. ალბათ სადმე წავიდა დედა. ნერვიულობ. არ ვიცი, ადრე ასეთი რამ არ გაუკეთებია. სადმე რომ მიდიოდა, ყოველთვის მაფრთხილებდა. დედა, ყოველად ნერვიულობ ბურაკის გამო. დამიჯერა. ასე მშვიდად რატომ ხარ ქერემ? იმიტომ რომ ჩემს მას ვიცნობ. კარგი. ესე იგი საერთოდ არ ნერვიულობ. რა იცი რა მოხდა? რა გავაკეთო დედა? ავდგე და ამერიკაში წავიდე? ნიუ-იორკში ქუჩა ვიარო და ბურაკი ვეძებო? არ ვიცი. ცუდი წინათ გრძნობა მაქვს. დედა, ბურაკი სხვა დროსაც მოქცეულა ასე. რამდენიმე დღეში გამოჩნდება, ნუ დარდობ. რადგან ასე ნერვიულობ, თუ გინდა მისტერ ბრაუნს დავურეკავ. ვინმეს გაგზავნის მის სახლში, ან უნივერსიტეტში მიაკითხავს, გაიგებს რა ხდება, კარგი? კარგი აზრია შვილო. ხო, ნერვიულობ. კარგი. ბენო როგორ არის? კარგად? კარგადაა. რატომ ეკითხები? ხვალ ისედაც შეხვდებით. რატომ? კომპანიის დაარსების იუბილეა. მართალია, სულ დამოვიწყდა. ესე იგი ჩემს ერთგულებაში ეჭვი შეგეპარა ქალბატონო ნადიდე? არა, ეჭვი არ შემპარვია. შეგეპარა როგორ არა. ამიტომაც ადექი და სახლიდან გაიქეცი. შენს ერთგულებაში ეჭვი არ შემპარვია, ბატონო ბურხან. უბრალოდ მეწყინა. ეჭვი არა ვიცი. ამიტომაც წახვედი. სხვა თუ არაფერი? ანუშკა მართლა ლამაზი გოგოა. ჩემი თვალები ძლებია, შენ გარდა სხვას ვერავის ამჩნევს. არ ვიცი. უკვე ეჭვი მეპარება. არასდროს შემიხედავს ხისთვის და ისე მოკვდები, შენ გარდა სხვა ქალს არ შევხედავ, ქალბატონო ნადიდე. ამ გულში შენ გარდა სხვისი ადგილი არ არის და არც იქნება. სულ რომ დაბერდე და ფერი დაკარგო ჩემთვის, მაინც გაშლილი ვარდის კოკორი იქნები. ჩემი გული შენ გეკუთვნის. შენ ჩემთვის ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ, ქალბატონო ნადიდე. ქერმი არ მოვადა ძვირზე.
რაღაც საქმე აქვს ბატონო ონურ. თქვა უჩემოდ დაიწყეთო. კარგი. დიდხანს მაინც არ გავაგრძელებთ. მომავალი კვირის განრიგს გადავხედავთ და დავიშლებთ. კარგი იქნება ონურ. ხომე ციცინ დიდი იუბილე გვაქვს. ქალბატონები უნდა მოემზადონ, ლამაზად ჩაიცვან. მართალი ხარი ალჩინ. სახუმარო საქმე ხომ არ არის? 35 წლის იუბილეს აღნიშნავთ. ის წესრიგი ყველა მიცის, სტუმრების სიემზად არის? მზად არის ბატონო ონურ, ყველა სტუმარს პირადად გადავეცით მოსაწვევი. ძალიან კარგი. მაშინ პროგრამაზე გადავიდეთ. ცოტა მარჯვნივ? ეს. დარწმუნებული ვარ, კარგი გამოფენა იქნება ქალბატონი შაჰრაზადი, იმედია სათანადოდ დაგვაფასებს. დაგვიფასებს. ისეთი გამოხმაურება მოხვება ამ გამოფენას. მადლობას გადამიხდის. ნუ აზვიადებ, კომპანია ბინიაფის არქიტექტორზე ვლაპარაკობთ. შენ უნდა უთხრა მადლობა თუ პატივს დაგდებს და გამოფენაზე მოვა. გამარჯობა. გამოფენისთვის ემზადებით? დიახ, მაგრამ გამოფენა ჯერ არ გახსნილა. ორშაბათს მოდით გელოდებით. გამოფენა არ გაიხსნება. ვერ გავიგე? ქერემ ენჯეოღლო. ახლა ყველაფერი ჩამოხსენით. ვითომ რატომ? არა. იმიტომ რომ გამოფენას ვერ გახსნით. ეს ფოტო ცოტა ქვევით დაკიდე, იქ უფრო კარგი განათებაა. მომისმინა, ეგრეთ წოდებულო ფოტოგრაფო. ახლა გააკეთებ, რაც გითხარი. შაჰრაზადე ოღლოს ფოტოებს ჩემ თვალწინ ჩამოხსნე, ყველას გაანადგურებ, გასაგებია? რას ამბობ? რომ არ ჩამოხსნა? შენი დაცვა მცემს? ერთი წუთით ჰარონ, ვერ გავიგე რა ხდება, რა გინდა ჩვენგან? მომისმინა. გითხარი, ყველაფერს ჩამოხსნი მეთქე. თანაც ახლავე. წადი აქედან. თავი ვინ გონია? რადგან ჰოლდინგის მეპატრონი ხარ, ყველაფრის უფლება გაქვს? წდები, წადი აქედან. ბევრი მინახავს შენის მდიდარი. პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა ჯერ არ იციან, როგორი ადამიანი ხარ. ახლავე გაგახსენებ, რომ ნამდვილი ნაძირალა ხარ. ფოტოგრაფი ჰარუნ ოსტაჟი ქვეყნიდან გააძევეს. უნამუსო ფოტოგრაფი. ფოტოგრაფი თუ ვოიერისტი? ეს რას ნიშნავს ჰარუნ? ეს რა არის ჰარუნ? ლონდონში დეფილეზე მოდელებს ფოტოებს მალულად ვღებდა. აი ამას ნიშნავს, მის მეგობარ გოგოსაც არ სცოდნია. ჰარუნ. ეს შეთქმულება. გეფიცები, მე მახედა მიგეს. იქნებ პასპორტში წითელი ბეჭედი გვაჩვენო. მიდი. ღმერთმა დაგწყებლოს ნაძირალა. ქვევით უნდა ჩავიდეთ. ხალხი უკვე მოვიდა. კარგი, წერილს გავგზავნით და ჩავიდეთ. დროზე შაჰრაზად წავედით. კარგი.
გამარჯობა იასემინ. ონურ. მოიცადე გაგისწორებ. ჩვენივრად გამოიყურები. გმადლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. საღამოშიდობისა. საღამოშიდობისა. გამარჯობათ. გამარჯობა. ბენო გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობა. გამარჯობა. უკაცრავად ახლავე დავბრუნდები. რა თქმა უნდა. საღამოშიდობის. დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა. ღვინო არ გინდა? ერთი ჭიქა მოინცდალიე. არა ანტიბიოტიკს ვსვამ. გამარჯობა ქალბატონო შაჰრაზად. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. დედა, როგორ ხარ? ძალიან კარგად შვილო. საპრეზენტაციო ვიდეო უკვე მზადაა? რა თქმა უნდა, მელეკმა დაამონტაჟა. აუცილებლად მოგეწონება. ყოჩახ მელეკ? შენმა და მშვენიერი საღამო მოამზადა ბენო. ასე გრანდიოზულად პირველად აღნიშნავთ იუბილეს. გმადლობთ. წვეულებების მოწყობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. დედაფერიდე არ მოსულა. ცოტა მოგვიანებით მოვა. საგულდაგულოდ ემზადება. მართლა? რამე განსაკუთრებული ხდება? აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. იცოდე ვერ მომიშორებ. ძალიან ლამაზი საღამოა. ყველაფერი შენ მომზადე მელეკ, რა თქმა უნდა. ხომ დაგფრდი ვილაპარაკებთ მეთქი იასემინ. ესე იგი მპირდები? ხომ გავთხილებ. ხოლოდ ვილაპარაკებთ. რომ იცოდე როგორ მომენატრე. მომავალ წელს ჩვენი კომპანიის 20 წლის იუბილეა. მელეკ იქნებ, შელიქინშაჩი გადმოხედე რა სიტყვი. ბატონო ზაფერ, ჩვენ მელეკს არავის დავუთმობთ. რა თქმა უნდა არ დაუთმობთ. საღამოშიდობისა, საღამოშიდობისა. გთხოვ ბატონო ბურხან გემოდარები. გპირდები არ ვინერვიულებ ქალბატონო ნადიდე. არც გავბრაზდები და არც ვიყვირებ. მე ძახდით მამა. შემოდი ქალბატონო რძალო. რამე მოხდა? მიდი დაჯექი. რა უთხარი გუშინ შენს დედამთილს? რა უთხარი? ფიუსონ, ნუ გამაბრაზებ. იმას გულისხმობთ. დედამ ისევ არასწორად გაიგო. უთხარი მამას კითხეთ, ანუშკა რატომ არ გაუშვა მეთქი რუსეთში? ის კი გაბრაზდა. მე უბრალოდ ვიხუმრე. მეტი არაფერი. კმარა. დარწმუნებული ვარ არ გიხუმრია. შენი აზრით სულელი ვარ და ვერ ხვდები? დედა გთხოვთ გეფიცებით. გაჩუმდი. აღარაფერი თქვა. საკმარისია ხმა ამოიღო და სულ სისულელეებს ამბობ. რაღაცეებს იგონებ. უსინდისო და ბოროტი ადამიანი ყოფილხარ. დედა, მართლა ვიხუმრე. საკუთარი ოჯახი ვერ შეინარჩუნე. შენს ქმარს ბოლო მოუღე, ახლა გინდა ჩვენს გაგვანადგურო, არა? ჩვენ გიცავთ, შენზე ვზრუნავთ. შენ კი ასეთ რამეს ბედავ. თქვენ არ მისმენთ. მომბეზრდა ბატონო ბურხან, აღარ შემიძლია. როგორც გინდა ისე მოიქეცი. მაგრამ გთხოვ, რძალი როგორ მეჭკუაზე მოიყვანე. მე ამის ძალა აღარ შემწევს. იხუმრა თურმე. მამა გეფიცები მართლა ვიხუმრე. ხედავ ანგელოზივით ქალის განერვიულება მოახერხე. ყოჩახ. მამა მომისმინე. მე უბრალოდ რატომ მოგისმინო? რას მეტყვი? არ ცხენია და საკუთარ მამამთილზე ჭორებს ავრცელებ. როგორი ადამიანი ხარ, ფიუსონ? ნადიდე, შენი მტერია? ან მე, შენი მტერი ვარ? მამა, შვილებს გეფიცები. გაჩუმდი. მომისმინე. თუ კიდევ აწენილებ ნადიდეს. თუ კიდევ მეტყვის საყვედურს შენზე გეფიცები. დავივიწყებ რომ ახალი გაჩერილი ყავს შვილი და საიდანაც ჩამოხვედი, იქ გაგიშვებ. მეორე აღარ გავიმეორებ. გასაგებია? ვერ წარმოიდგენთ არქივში რა ფოტოები ვიპოვე. საპრეზენტაციო ვიდეოში ყველაფერი გამოვიყენე. ერთი ფოტო სამშენებლო ობიექტია გადაღებული ბატონი მუსინი და ბატონი ეუფი მუშებთან ერთად საზამთროს მიირთმევენ.
გართოვანებული ვარ მენაკ. როგორ მოახერხე ასეთ მოკლე დროში? რთული არ ყოფილა. მე რიგ კაშხალის გახსნაზე სულეიმან დემირელი მისულა, ცერემონიაში მონაწილეობდა. დამოდი გაგაცნო. გამარჯობა. 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 შაჰრაზად, მინდა იასემინი გაგაცნო. იასემინ ქარაკუში. ჰოლდინგ დივის დირექტორთა საბჭოს წევრი. ძალიან სასიამოვნოა. იასემინ შაჰრაზადი კი ბინიაფის გონია არ ვიცნობ ჰოლდინგ ბინიაფის არქიტექტორს, რომელმაც პრემია მიიღო. ჩემთვისაც სასიამოვნოა. შაჰრაზადი მხოლოდ ცნობილი არქიტექტორი და ჰოლდინგ ბინიაფის თანამშრომელი არ არის. ის ჩემი საცოლეა. საცოლე? ღმერთო, მე კი ვიფიქრე ყოფილ შეყვარებულს და ვიბრუნებ მეთქი, მაგრამ ხვდები რომ არც უნდა ვიოცნებო. სულ ტყუილად ვფიქრობდი ამაზე. შაჰრაზადი ფიქრებს რომ სერიოზულად ამბობ. არა ძვირფასო. ახალგაზრდობის დროინდელი სიყვარულია. უკვე რამდენი წელი გავიდა. პირველ კურსზე 3 თვე ხვდებოდით ერთმანეთს. ეს გიჟური 3 თვე იყო. თუმცა პირველი 2 კვირა კარგი იყო. მიდი, ნუ არყოფ. მერე დამღალე. ძალიან დამღალე. შენ არ მაძლევდი მოსვენებას. თუ ნური ახლა 20 წლის ბიჭივით იქცევა, ძალიან გაგიჭირდება შაჰრაზად. მართლა, რატომ? საკმაოდ რთული ადამიანია. უხასიათო თავის თავში ჩაკეტილი. ნამდვილი იდეალისტი. რა ვქნა გავაგრძელო? ოდის გიხდი? იასემინ. გამარჯობა. კერემ. როგორ მომენატრე? რა ცუდი ბიჭი ხარ, საერთოდ არ დაგირეკავს. როგორც იქნა ერთად ვართ. ონურ წამოდი, სხვა სტუმრებსაც მივაქციოთ ყურადღება. კარგი. ჯანსელ, ჩაი დაგისხი. რა დაგემართა? გაფიცრებული ხარ. ჯანსელ, რა მოხდა? დადებითი პასუხია. რა? ეს საშინელება ახლა როგორ მოვიქცა? რას ნიშნავს საშინელება? ამას როგორ ამბობ, ეს ბედის წერის საჩუქარია. სისულელეს ნუ ამბობ სერგი. არ ვაპირებ ბავშვი უმამოდ გავაჩინო. შენ თვითონ ამბობ სისულელეს. ამ ბავშვს მამა ხავს. უბრალოდ არა კანონიერია. მადლობა ღმერთს, კარგი მამა ხავს. ალბათ ხვალ შენს ექიმს დავურეკავ. რომელ ექიმს? ახლა არ მითხრა აბორტის გაკეთებას ვაპირებო, თორემ გული წამივა. რა თქმა უნდა ვაპირებ. აბა როგორ მოვიქცე? ფიქრობ ალი ქემალს ცოლთან განქორწინებას ვაიძულებ? რა თქმა უნდა აიძულებ. ხომ არ გაგიჟდი? შენი საქციელით ნამდვილად გამაგიჟებ. ჯანსელ, კარგად დაფიქრდი. შანსი გაგიჩნდა რომ ბედნიერი ცხოვრება მოიწყო. სერგი გეყოფა, ნუ სულელობ. გონია ისეთი უნამუსო ვარ რომ კაც ორსულობის წყალობით ხელში ჩავიგდებ. ახლა ნამდვილად გავგიჟდები. ასე არასოდეს არ მოვიქცევი. არც კი ვიცი რა გითხრა ჯანსელ. არ მჯერა შენი. ამას ვერ ვიჯერებ. ჰოლდინგ ბინიაფის ისტორია 1972 წელს დაიწყო. სალი ფაზარის რაიონის პატარა შენობის მეოთხე სართულზე. აქ 1973 წელს გადადგა ბინიაფიმ თავისი პირველი ნაბიჯები. 2004 წელი ფურმანავოსესი, მუსინ აქსალმა და იუბ ინჯეოღლუმ ორმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ წარმატებას მიაღწია. იასემინის სიტყვები სერიოზულად ხომ არ მიიღე? მათ პატარა კომპანია ჰოლდინგად აქციეს. კარგი ადამიანია, მაგრამ ზოგჯერ დაუფიქრებლად ლაპარაკობს. ჩემთვის არ აპირებდი ამის თქმას. არც გამხსენებია. ეს 15 წლის წინ იყო და მხოლოდ 3 თვე გაგრძელდა. სერიოზულიც არაფერი ყოფილა. სიმართლეს გეუბნები, მოსაწყენიც კი იყო. მინდა და მალე დამთავრებულიყო და ამიტომ მახსოვს ასე ზუსტად.
ანორ აჯობებს ვუყუროთ. ამდენჯერ შეიძლება ვუყუროთ. კიდევ მინდა რომ ვუყურო. გაბრაზებული ხარ ჩემზე რა? იასემენის გამო? არა, შენი თავი საწოლით რომ გავაცანი. არ მინდა და შეყვარებული მეთქვა. შენ ჩემი საწოლი ხარ. ნიშნობა არ არის აუცილებელი. ასე არ არის? ანორ გაჩვენდი ამაზე მე ვილაპარაკოთ. გინდა ნიშნობა მოვაწყოთ. მიხარი გინდა? გაჩვენდი მომასმენინე. კარგი. მაგრამ აუცილებლად ვილაპარაკებთ ამაზე. ჰოლდინგში 12000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ჩვენ ყოველ დღე არა მარტო ბინიაფის, არამედ ძლიერი და წარმატებული თურქული კომპანიის ისტორიას ვქმნით. აქ უამრავი ადამიანი მუშაობს და ყველა კმაყოფილია. ეს რომ შესაძლებელი იყოს. ნეტა ვალიქემალი ცოლს დაშორდეს და ჩემზე დაქორწინდეს. ბავშვს ნამდვილად გავაჩენდი, მაგრამ ეს შეუძლებელია. ძვირფასო, ნუ ამბობ ამას. რატომ არის შეუძლებელი? გამორიცხულია, სევგი. ჯანსაღწობიდან ნუ გამომიყვან. ალი ქემალის ცოლშვილი მისი პრობლემაა. რა შენი საქმეა? თვითონ მოაგვაროს. წარმოდგენა არ გაქვს, რას ნიშნავს ცოლიანი კაცის სიყვარული. მაგრამ ვიცი რა არის სიყვარული და ეს საკმარისია. ასე არ არის. ეს რთულია. რომ ვიცოდე ალი ქემალის გარდა ვინმე თავ დავიწყებით შემეყვარებს. მე ხომ ახალგაზრდა ვარ. შემიძლია სხვა კაცისაგან გავაჩინო შვილი, მაგრამ მის გარდა ვერავის ვერ შევიყვარებ. ამიტომ მინდა რომ დაგითახმო. ბავშვს ნუ მოიშორებ. თან მერე შეიძლება დედა ვეღარც გახდე. ასე ვერ მოვიქცევი, სევგი. მისმინე. ახლა ალი ქემალს ვუყვარვარ, მაგრამ რომ მოვბეზრდე და მიმატოვოს. რა ძნელია შენი დათანხმება. თუ ეს მესიჯი ალი ქემალისგან არ არის, ესე იგი ამ ქვეყნად არაფერი არ გამეგება. ის არის. წერს რომ ვუყვარვარ. შენ კი ამბობ იქნებ მოვბეზრდე და მიმატოვოსო. მას ძალიან უყვარხარ. ძალიან. რა ხდება, ვისგან მოვიდა მესიჯი? თავი დამანებე. მომეცი ტელეფონი. ოშორდი, ფიუსურ მომეცი. არ მომეკარო. ახლავე მომეცი. უნდა დავიკითხო. ახლავე. მომშორდი. ვისგან მიიღე მესიჯი? მისგან არა? იმ კახპამ მოგწერა არა? კინაღამ ხელი მომტეხე. ახლავე მომეცი ტელეფონი. მომეცი ალი ქემალ. მამა შენთან მივალ და ვეტყვი რომ იმ კახპას ისე ვხვდები. მიდი გაიქეცე, უთხარი რომ ალი ქემალი ატყუებს ცოლს. რომელმაც საკუთარი შვილები გაძარცვა. მიდი. გაიქეცე. მიდი, რას ელოდები, მიდი. ნახვამდის. ნახვამდის. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. ძილინებისა, ქალბატონო შაჰრაზად. ძილინებისა. დროებით შვილ. იქნებ კვირას სასაუზმოდ მოხვიდე ჩემთან. თუ გეცლება მოვალთ, აუცილებლად. ნახვამდის. ნახვამდის. სიდის წაყება არ დაგავიწყდეს, რამდენიმე ასლი გავაკეთე. რა თქმა უნდა, ქალბატონო მელეკ. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა, ნახვამდის. მელეკ. ჯერ არ წასულხართ? ახლა მივდივარ. ტაქსი გამოვიძახე, არ მოსულა? მალე მოვა. რა საჭიროა მე ზაგიყვან? არა გმადლობთ, არ შეწუხდეთ. რას ამბობ, რა შეწუხებაა? კარგი. წავიდეთ.
ტაქსი წავიდოდი, ახლა კი ჩემ გამო დროს კარგავთ. რას ამბობ? ასე ვინ საშიშია მარტო სიარული. როგორც კი სახლში მივალ, ომლეტს მოვიმზადებ. ომლეტს? დიახ, ძალიან მშია. ძოლებაზე მშვენიერი კერძები იყო, არ გაგისინჯავს? ბევრი საქმე მქონდა, ჭამა ვერ მოვახერხე. იცი, მეც მომშირდა. ამას შენი ნათქვამის მერე მივხვდი. შეხედეთ, კაფეა. ხო, შევიდეთ? კაბაბ შეჭამთ? რატომაც არა? შენს გინდა? სიამოვნებით შევჭამ. რა კარგი სურნელია. ბოლოს 2 წლის წინ ჭამე კაბაბი, როცა ლონდონიდან ჩამოვედი. აქ დავსხდეთ. კარგი. თქვენ როდის ჭამეთ ბოლოს? არც მახსოვს, ძალიან დიდი ხნისი. გამარჯობა. გამარჯობა. რა შევკვეთავ? ერთი კაბაბი კეჩუპით და აირანი. თქვენ რას ინებებთ? მეც იგივეს. კარგი ბატონო. ღმერთო, როგორ ყვარებია ის ბავშვი? რა თქმა უნდა, ის ხომ დიდი ბურხან ევლია უღლუს შვილიშვილია. ასე რატომ მიყურებ? ეს თქვენი შვილებისთვისაა, ქალბატონო ფიოსუნ. ო, აბარა. საკმარისი იყო ქაანი გამოჩენილიყო ამ სახლში და ბატონმა ბურხანმა მაშინვე საბავშვო მოედანი მოაწყო. 12 წლის განმავლობაში ეს აზრად არ მოსულია. ბატონო ბურხან. ისმენ. რაღაც მინდა გითხრა. მითხარი. შახრაზადი გათხოვებას აპირებს. გათხოვებას? ხო. იმ კაცზე საავადმყოფოში რომ ვნახეთ. ონურაქსალზე? ხო. კარგია. მადლობა ღმერთს, ქალბატონო ნადიდე. ძალიან მიხარია. არ ბრაზობ? რატომ უნდა ვბრაზობდე? ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. არ შეუძლია გათხოვდეს. ოჯახი შექმნას და ბედნიერი იყოს. ბატონი ონური ღირსეული კაცის შთაბეჭდილებას თორებს. ძალიან მიხარია. თურქეთის ახალგაზრდა ბიზნესმენების ასოციაციის ხელმძღვანელმა იასემინ კარაკუშმა განაცხადა, რომ ბინიაფი მშენებლობის სექტორში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ხოჭა, ჩვენი ვრად უთქვამს. ომართლა, რა საქმიანობს იასემინი? გუშინ დალაპარაკება ვერ მოვასწარე. როგორც ყოველთვის ბევრს მუშაობს. იასემინს უხდება უფროსობა. ო, ნამდვილი რკინისლედია. რკინის. ყოველთვის ასეთი იყო. ქალბატონო სევა უკაცრავად, ჩემ საქმეს მივხედავ. რა თქმა უნდა, შახრაზად მიხედე. დროებით. დროებით ზერფასა. მეც უნდა გავიდე. დროები დაიდასევა. შახრაზად. ცოტა ხნით შემოხვალ. ეს არ მოგწონს, არა? ვერ გავიგე, რას გულისხმობ? რომ ჩვენ იასემინზე ასე ხშირად ლაპარაკობთ. არ მესმის, რატომ გადაწყვიტე ესე? შახრაზად. ეს მართლა ბავშვური სიყვარული იყო. გებიცები, სერიოზული არაფერი ყოფილა. გასაგებია, მესმის. ჰარვარდში თურქი სტუდენტები ძალიან მეგობრობდნენ. ალბათ მარტობას ვკრწნობდით, მაგრამ ეს თითქოს არ გაგრძელებულა. კარგი, ამაზე ლაპარაკი არ არის საჭირო. მაგრამ
სხვა დროებითი ურთიერთობებიც ჰქონდა. სულ რამდენიმე თვე. არც ერთი ყოფილა სერიოზული. თუმცა დანიშნულიც ვიყავი. მას ნილი ერქვა. მართლა? ანუ რადგან მალე დავქორწინდებით ვიფიქრე რომ ყველაფერი უნდა იცოდე ჩემზე. მინდა რა თქმა უნდა. თქვენი ურთიერთობა რამდენ ხანს გაგრძელდა? დაახლოებით 2 წელი. რატომ დაშორდეთ? ნილი არ იყო ის ქალი, რომელიც მე მჯერდებოდა. სხვა დროს მოგიყვები მასზე. ეს საკმაოდ მოსაწყენი ისტორიაა. სხვა? სხვა არაფერი ყოფილა. ახლა შენ გარდა არავინ მყავს და არც მეყოლება. შენ? მე? ხო. მე რამდენიმე თვიანი ურთიერთობა არასოდეს მქონია. აჰმეთი ძალიან შემიყვარდა და მალევე დავქორწინდით. სულ ესაა. ანუ სულ ესაა. მერე შენ შეგხვდი. და? ახლა ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ. შენიერია. ხო? უკაცრავად ბევრი საქმე მაქვს, უნდა ვიმუშაო. ძვირფასო ბენო კვირას საუზმეზე გელოდებით, არ დაგავიწყდეს. არ დამავიწყდება. დროებით. დროებით. მისტერ ბრაუნისგან არის რამე ახალი. ამის შესახებ სულ დამავიწყდა. ესე იგი არ დაგირეკავს? რა ვქნა, დამავიწყდა, 35 წლის იუბილებ ყველაფერი გადამავიწყდა. როდის გიხდი დედა? ვერ ვიჯერებ, კერემ. რამდენი ხანია შენი ძმისგან არაფერი ისმის? არ ვიცით რა დაემართა, არ ნერვიულობ? დედა, ბურაკს ხომ იცნობ? დარწმუნებული ვარ კარგადაა. რა მშვიდად ხარ? ასე არ შეიძლება, კერემ. რამდენი ხანია ვერ ვიძინებ. როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო? მართლა არ მესმის. იქნებ რამე შეემთხვა. ქალბატონ ნურჰაიათ. გისმენთ ბატონო კერემ? 2 საათში მისტერ ბრაუნთან დამაკავშიროთ. კარგი ბატონო. რადგან თანამედროვე შენობის პროექტს ვაკეთებთ, ფიქრობ, შიდა სივრცეში ქვებისა და მეტალის გამოყენებისაგან თავი შევიკავოთ. ჰოლის გეგმა უკვე მაქვს, მაგრამ საკმაოდ თამამია. სულაც არ მიკვირს. ონურ, შეგიძლია სერიოზულად ილაპარაკო? როდის დავთქვათ ქორწილის თარიღი? ეს ახლა უნდა განვიხილოთ, ვიმუშაოთ. კარგი, სადილზე ვილაპარაკოთ. სადმე დავსხდეთ და განვიხილოთ. გამარჯობა ბატონო ბურხან. როგორ ბრძანდებით? გამარჯობა შვილო, როგორ ხარ? ხელი ხომ არ შეგიშალე? არა, რას ამბობთ? შაჰრაზად, მუნიციპალიტეტმა სამედიცინო ცენტრისთვის ნაკვეთი გამოყო. ახლახან ამერიკა მუხთარმა. მართლა? რა კარგია. მინდოდა წასულიყავი და მენახა, მაგრამ ვიფიქრე, ერთად ხომ არ წავიდეთ? რა თქმა უნდა, თუ გცალია. დღეს? ხო. დღეს მცალია. თანახმოვარ. მალე მოვალ. თუ ასეა შეხვედრამდე. კარგი ბატონო ბურხან, დროებით. რა ხდება? ბატონი ბურხანი ახმეთის სახელზე სამედიცინო ცენტრს აშენებს. მერე? ეს პოლიკლინიკა იქნება ბავშვებისთვის. უნდა რომ პროექტი მე გავაკეთო. როგორც ხედავ, ბატონ ბურხანთან ურთიერთობა მოგვარდა. ხო, თავის შეცდომებს მიხვდა. ბატონმა ბურხანმა იცის, რომ დაქორწინებას ვაპირებთ? არ ვიცი, მაგრამ ამის შესახებ ქალბატონ ნადიდეს ვუთხარი. მართლა? და რა თქვა?
ძალიან გაუხარდა. რა კარგია. ახლა მშვიდად ხარ? ხო, რა თქმა უნდა. ბატონმა ბურხანმა ნაკვეთის ნახვა შემომთავაზა. შეიძლება მოგვიანებით ვისადილოთ. რა თქმა უნდა, როცა შეძლებ. ბარხატთან ერთად სულ 32 წელია ძმაო. კარგი. აქ უკვე ყველაფერი ჩავწერა. ესენი ჩაწერე? ხო, რა თქმა უნდა. გამარჯობა. გამარჯობა განი. ვერა, აღრიცხვას აკეთებთ, ხო? ბარხატთან ერთად ყავის დათვალე. ხო, დავთვალე. ჩემი თანდასწრებით კიდევ ერთხელ დაითვალე ფაიდარ. რატომ? თქვენი ციფრები და საწყობის მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. რას ამბობ? საწყობში ნაკლები რაოდენობის საქონელია. კიდევ ერთხელ უნდა დავთვალოთ. ყველაფერი სწორადაა დათვლილი. შენ ვერევი. ალი კემალ, თქვენ საღრიცხვაში შეცდომა უნდა დავთვალოთ. განი, ნუ გამაბრაზებ. შენ უნდა მასწავლო მუშაობა. წადი აქედან, წადი. საქონელს თავიდან დავთვლით. კიდევ რა გინდა? ბიძა ბურჰანმა მითხრა გააკონტროლე ყველაფერი თავიდან დათვალეო. უნდა გაგვაკონტროლო და თავიდან დათვალო, არა? სწორედ ასეა. უარს თუ იტყვი ბიძა ბურჰანს პასუხს შენ გასცემ. განი, რა ხდება? თუ ჩემი არ გჯერა, მამა შენს დაურეკე ალი კემალ. მე რაც მითხრა იმას ვაკეთებ. ღმერთო, მე მგონი ყველა გაგიჟდით. თავიდან დავთვლით, რა პრობლემაა? მეტავსაც წავიდა. საიდან უნდა ვიცოდე? ღმერთო. სევგი საკმარისია. ჯანსელ, კიდევ ერთხელ დაფიქრდი. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. ნომერი მომეცი. გამომართვი. ვიცი მე რეინანებ, არ მესმის ასე რატომ იქცევი. ალო, ბატონი ნეჯიდეთის მისაღებია? მინდა მიღებაზე ჩავეწერო. შეიძლება ექიმს დაველაპარაკო? რა ხდება? რა ექიმი? ავად ხარ? ჯანსელ. ავად ხარ? ჯანსელ. მიპასუხე, ავად ხარ? რატომ დაურეკე ექიმს? არა, კარგად ვარ. ჯანსელ, მიპასუხე, ავად ხარ? ხომ გითხარი, კარგად ვარ. ავად არის? ბავშვის მოშორება უნდა. სევგი. ბავშვის? რა იყო? არა აქვს უფლება იცოდეს. შენობას ფასადი სამხრეთით ექნება, ავტოსადგომისა და ბაღის გარდა 300 კვადრატული მეტრის ორსართულიან შენობას დავაპროექტებთ. ჯანდაცვის განყოფილების უფროს აუცილებლად გავაცნობთ ამ პროექტს. ერთ წელიწადში ამ მხარეში ავადმყოფი ბავშვი აღარ იქნება, მუხტარ. ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო ბურჰან. ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოს ამ კეთილ საქმეში. მადლობ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობთ. არ მომეკარო სევგი. ნუ ბრაზობ ძვირფასო. კარგი ალი კემალ, დროებით. მადლობ სევგი. ესე იგი ჩუმად აპირებდი ბავშვის მოშორებას. არ მინდა და შენ რომ გენერვიულა. არ უნდა გეკითხა მინდა თუ არა ეს ბავშვი. ალი კემალ, შეგიძლია კიდევ ერთ შვილს მოუარო? რატომაც არა ჯანსელ? ბევრჯერ მithქვამს და იცი რომ მიყვარხარ. შენ სამი შვილი ყავს. ო, შენგან არა. მისმინე, მოდი ეს თემა დავხუროთ, კარგი? არა ჯანსელ. აბორტი არ გაიკეთო. მე მინდა რომ ეს ბავშვი გააჩინო. მართლა? გავაჩინო და მამის გარეშე გავზარდო? გონია ეს ადვილია? ხო, მაგრამ მე ბავშვის მამა ვარ. ისმინე. ახლაც და მომავალშიც. შენთან ერთად ვიქნები. გპირდები გესმის? გმადლობ შვილო. ჩემ გამო საქმე მიატოვე. რას ამბობთ? მზად ვარ ახმეთის სახელის უკვდავ საყოფად ყველა წამოწყებაში დაგეხმაროთ. რა უცნაურია ბედისწერა. იმის მაგივრად რომ შვილმა გააკეთოს მამის სახელზე რამე, პირიქით ხდება. შაჰრაზად. გისმენთ? ქალბატონმა ნადიძემ ამ დილით რაღაც მითხრა.
როგორც ჩანს, მალე დაქორწინდები. ღმერთმა დაგლოცოს. გმადლობთ. შვილო, ძალიან მიხარია. ყველაზე რთულ მომენტში დახმარების ხელი არ გამოგიწოდე. მარტო მოგიწია პრობლემების მოგვარება. შენ კი ყველაფერი მაპატიე და ახლა მე მეხმარები. დიდი მადლობა. გთხოვთ არ გინდათ, ამას ნუ ამბობთ. დამიჯერე. ყველაზე მეტად მე მინდა რომ ბედნიერი იყო. ღმერთმა დალოცოს თქვენი ქორწინება. ამინ. შემიძლია კანი ზერლებურად მოვინახულო ხოლმე. რა თქმა უნდა შეგიძლიათ. როგორი ფიქრეთ რომ ვერ ნახავდით თქვენ ხომ კანის ბაბუა ხართ? ბედნიერი ვარ რომ კანს ისეთი ბებია და ბაბუა ყავს, როგორც ქალბატონი ნადიდე და თქვენ ხართ. დიდი მადლობა. მე კი ბედნიერი ვარ რომ შენისთანა ქალიშვილი მყავს. ნუ ტირეთ. ყველა დროს ძალიან გულშვილი გავხდი. ეტყობა სიბერის ბრალია. არ მესმის რისთვის მივდივართ იმ კლუბში, იქ სულ ერთი და იგივე ხდება, მოწყენილობაა. არა სისულელია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ბატონ ქერემს და იმ საბრალო პრინცესას მყუდროებას ვარღვევ. ისე ვისცემა. არ ფიქრობ რომ ზედმეტი მოგდი ზეინებ? სულაც არა. ხო, მაგრამ სამსახური დააკარგე. მე მგონი უნდა შეჩერდე. ჯობია უფროსებთან რომანი არ გააბა. მათ შეუძლიათ ცხოვრება დაგვინგრიონ. ცოტა მოითმინე. მელეკმა უნიკალური ფოტოები იპოვა არქივში. არ დაიჯერებთ, მაგრამ ერთ ფოტოზე მამაც სათამბრძენის წვერზეა გადაღებული. მეორეზე ბიძია მუსინი სამშენებლო ობიექტზე, მუშებთან ერთად სასზე უკრავს. რას ამბობ? კიდევ ერთი ფოტოა, სადაც მამას ულვაში აქვს. დედასაც კი არ ახსოვს, როდის ჰქონდა. ძალიან სასაცილო ფოტოა. გამარჯობა. გამარჯობა. მიხარია თქვენი ნახვა. მეც. გამარჯობა. გამარჯობა. საღამოშვიდობის. გამარჯობა ძმა. გამარჯობა. გამარჯობა. ისევ მელექის წარმატებაზე ლაპარაკობთ? კიდევ დიდხანს ვილაპარაკებთ ბატონო ზაფერ. მანეს დაიმსახურა მშვენიერი საღამო მოაწყო. ო ბატონო ზაფერ, ხედავ აქ ყოველდღე მოდიხართ. რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია, მაგრამ ქალბატონი გულისტანი არ გსაყვედურობთ. აი ხედავ. შენი ყოფილი უფროსიც აქ არის. იმ მაგიდასთან დავსხდეთ. კარგი. უკაცრავად ქალბატონო ზეინებ, აქ ვერ გაჩერდებით. ვერ გავიგე? თქვენს ბარათს ვადა გაუვიდა. არა უშავს ახალს ავიღებ. არა, ახალ ბარათს არ მოგცემენ. მიზეზი? არ ვიცი, ხელმძღვანელობა მასე გადაწყვიტა. ბატონ მერც დაუძახეთ. ზეინებ წავიდეთ. მოიცადეს ემა? არ გინდა აქედან წავიდეთ. გითხარი არა მეთქი ვერ გაიგე? ახლავე მოვიდეს მერთი. პრობლემებს ნუ შეიქმნით, გთხოვთ კლუბი დატოვეთ. არსად არ წავალ მერც უნდა დაველაპარაკო. მერთ? რა ხდება, ვინ გონიათ თავი? ზეინებ სისულელი არ ჩაიდინო. როგორ გაბედეს ჩემი ბარათის გაუქმება? გთხოვთ კლუბი დატოვეთ. აქ რას აკეთებს? ძალიან გთხოვთ, კარგი? როგორ ბედავთ ჩემს გაგდებას? მერთი მოაგვარებს. ყურადღებას ნუ მიაქცევ. თავი ვინ გონიათ? ზეინებ დამშვიდი წავიდეთ. როდის გიხდით? ამდენ ხანს როგორ ვიმუშავე ამ ქალთან? ძვირფასო, მასე ნუ ფიქრობ. დამშვიდი. ახლა ერთადერთი სურვილი მაქვს. მინდა უკან დავბრუნდე და იქაურობა დავლეწო. ზეინებ დამშვიდი. სხვაგან წავიდეთ და კარგად გავერთოთ. არ მესმის როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ყოფნა. ყველასთან დასწრებით გამოყარეს. გეუბნებოდი არ წავიდეთ მეთქი. ეს ქერემის მოწყობილია. ნამდვილად. მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ. წარედ ვანანებ. მორჩა საკმარისია, სიცულელი არ ჩაიდინო. ზემა ინფორმაცია მჭირდება, ისეთი რამ რაც ქერემს და იმ სულელ ბენუს გაანადგურებს. კარგი, რამეს გავიგებ. გეტყვი. ნახავ, ორივეს ვანანებ. ცოტა ნელა ატარე, ჯერ სიკვდილი არ მინდა.
რატომ არ გესმის ონორ? გრანდიოზული ცერემონია არ მინდა. უბრალო რეგისტრაციაც საკმარისია. არა, არ არის საკმარისი. თხოვ, არ მინდა. შაჰრაზად, არასდროს მსჯელობ. პირიქით სწორად მსჯელობ. ქორწილი უკვე მქონდა ონორ. თეთრი კაბაც მეცვა. ვიცი. ამის გამო ჯიუტობ არა? ფიქრობ, უფლება არ გაქვს ისევ ჩაიცვა თეთრი კაბა და ქორწილი გადაიხადო? მაგრამ ცდები. ყველა ამაზე ელაპარაკებს. იტყვიან შვილიან ქურევ ქალს პატარძალივით აცვიაო. ისმინე იქნებ მე დამიჯერო და იმაზე არ იფიქრო, რასაც ხვები იტყვიან. მაგრამ ჩემთვის სულ ერთი არას იტყვიან. მე საყვარელ ქალზე ვქორწინდები. და მინდა რომ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე ჯადოსნური ცერემონიით დავიწყოს. რა? უარს მეტყვი ამაზე? მინდა ეს დღე დაუვიწყარი იყოს. მინდა თეთრ კაბაში გნახო. გთხოვ. კარგი. ძირფასო. ჩემო საყვარელო. ჩვენი ქორწილი 40 დღე და 40 ღამე გაგრძელდება. ეს უკვე მეტის მეტია. არა, ასეა. ვიცი ონორ. შეგიძლია ეს ზღაპარი წამიკითხო? ახლავე ძირფასო. დედიკო სად არის? ჩვენი ზღაპრების წიგნი. კარგი. გამოჯანმრთელებას გესურვებთ. რა მოხდა? არჯიმენი იყო. გუშინ სასტუმროში ვახშმობისას მოიწევლა. მოსვლას ვერ შეძლებს. რას ამბობ? ძალიან ცუდი. კომპანიას რომელთანაც თანამშრომლობთ, ახალი თარჯიმანი არ ყავს, მაგრამ ვინმე იპოვიან. დროზე იპოვონ. რადგან დრო არ გვაქვს იქნებ მიხრიმას ვთხოვოთ დახმარება. ახლა ბევრი საქმე არა აქვს და დაგვეხმარება. ჩვენი იდეა. რა თქმა უნდა, დაურეკავ? დავურეკავ, ახლავე. იქნებ ყავა ან ჩაი გინდათ? დიახ, ჩაი. ჩაი გინდა? ო. ორი ჩაი. ალო? დაუმიხრიბან? სერიოზულად? შენი კლუბის წევრობის ბარათი ქერემმა გააუქმა? სხვავენ გააკეთებდა ამას. ანის ან ბატონი ზაფერი? ო, ისინი გააუქმებდნენ. მთელი ღამე არ მიძინია, ვფიქრობდი როგორ ვიძიო შური. რთული იქნება. რა შეგიძლია გააკეთო? ვერ დამშვიდდები. გავგიჟდები. გემრიელას მიირთვეთ. გამარჯობა სემა, როგორ არის საქმე? ყველაფერი კარგადაა. შენ როგორ ხარ? როგორ ვიქნები საშინლად ვარ განერვიულებული. ისევ იმაზე ფიქრობ? გაიგეთ ხარუნს რა დაემართა? ჰარუნი ვინ არის? არა დაემართა. ფოტოგრაფია, რომელმაც შაჰრაზადს ფოტოები გადაუყო და გამოფენის გახსნა უნდოდა. რა შეემთხვა? ქერემ ენჯიოღლუ მისი სტუდია დაარბია. რას ამბობ? რა? ჰარუნს უთხრა გამოფენას ვერ გახსნიო და ფოტოები დაწვა. მისი ნოუთბუქიც გაანადგურა. ხუმრობ? არა. მე ჰარუნი ბოდრუმში გაემგზავრა. რა თქმა უნდა ძალიან შეეშინდა. სულელი. ვისი შეეშინდა? რამ შეშარა ყოფილა? ვიღაც ქერემ ენჯიოღლუმ რა შეიძლება გააკეთოს? ნერვები მეშლება. ნახოთ რა მოხდება. როცა რაღაცას გაჩვენებ, შეიძლება ამან დაგამშვიდოს. ეს რა არის? გახსენი? ოჯახსემა. მადლობა, როგორ გადაგიხადო? გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა მიხრიბან. გამარჯობა. გამარჯობა, მოგბრძანდით. გმადლობთ. გაბრძანდით. მიხრიბან გაიცანი ეს ბატონი ალმაატის მერია, ჰაკიმ მუქთაროვი. ეს კი მისი თანაშემწეა. ჩვენი თარჯიმანი ავად გახდა და ვერ მოვიდა. იმედია დაგვეხმარები. ხო, მაგრამ რა უნდა ვუთხრა? უნდა უთარგმნო. და სანამ სტამბოლში იქნებიან, გიდობას თუ გაუწევ ძალიან დაგვეხმარები. უთხარი რომ მათი მასპინძელი იქნები. მიდი. ალბათ რომ მიხრება, დაგვეხმარეთ. გამარჯობა. მიხარია თქვენი ნახვა. მადლობთ. დაგეხმარებით.
რამე სურვილი ხომ არ გაქვთ? არა, მადლობთ. ქალბატონო მიხრიბან, უთხარით რომ ახლა ყველანი სადილზე წავალთ. ახლა ყველა ერთად სადილზე წავალთ. ფიქრობ მიხრიბანი თავს მშვენივრად გაართმევს. მართლა? ძალიან კარგი. შეთავაზება ძალიან მოეწონათ. კარგი. დროს ნუ დავკარგავთ და რესტორანში წავიდეთ. უჩემოწადით. მე იასემინს უნდა შევხვდე. ერთად ვისადილებით. კარგი. მიხრიბან თუ მზად ხარ, ჩვენი წასვლის დროა. გთხოვთ. კარგი. შახრაზად, შენც მოდიხარ? გთხოვთ. არა, მე დღეს სხვა საქმე მაქვს. გთხოვთ. მიხრიბან, ნუ ნერვიულობ, მე შენ გვერდით ვიქნები. მიდი სათაური ცოტა აწიე, ფოტოზევით. არა, ასე კარგია. მოდი კიდევ უფრო გავადიდოთ ფოტოები. მაგარია. ეს ფოტოები ვინ გადაიღო? მუზომ. დედა ყავდა ექიმთან მიღებაზე და უცებ დაინახა როგორ გამოდიან საავადმყოფოდან. ხედავ, მაგიმართლა. ესენი ვინ არიან? კარგი რა, დავიჯერო არ იცნობ? მას ასეთი რაღაცები არ აინტერესებს. ეს ქალი ბინიაფის არქიტექტორია. ის კაცი კი გვერდით მისი უფროსი. რას ამბობ? შეყვარებულები არიან? ნუ თუ ვერ ხედავ. რა მაგარია? ამ გოგოს კარგი ბედი ჰქონია. აბა, სათაურად რა გვინდა? ახალგაზრდა არქიტექტორის ცხოვრების რთული პერიოდი. რას ამბობს ემო? სხვა რამე მოიფიქრე. რას ნიშნავს რთული პერიოდი? აბა რა დავწეროთ? რატომ სცადა თვითმკვლელობა ბინიაფის ახალგაზრდა არქიტექტორმა? ზეინებ, მეტისმეტად მკაცრი ხომ არ არის? ტყუილია? შენ არ თქვი საავადმყოფოში ეგთან სველაპარაკე და მითხრა ბენუს თავის მოკლა უნდოდაო. ო, ესე გითხარი. მაშინ რაღაც ფიქრობ. თუ გეშინია. რისი უნდა მეშინოდეს? მე ჟურნალისტი ვარ. მიდი დაწერე, რატომ სცადა თვითმკვლელობა ბინიაფის ახალგაზრდა არქიტექტორმა. არა, ჩვეულებრივი კერძები იყო. ძალიან გემრიელად ამზადებენ. როცა ალმა-ატაში ჩამოხვალთ, მეც აგიყვანთ რესტორანში. ჩვენთანაც მშვენივრად ამზადებენ. რა კარგია რომ მიხრიბანს ჩვენთვის ძალია. ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოვიდა. კარგია რომ ჩვენი კერძები მოეწონა. მეც ამოვნებით წავიდოდი ალმა-ატაში. შემშურდება იქ რომ გაემგზავრებით. მე ყველაფრისთვის გმადლობთ. თქვენს დიდი მადლობა. გმადლობთ. მადლობთ. ჩემს თანაშემწეს რაღაც საქმე აქვს საკონსულოში. მე კი ქალაქის დათვალიერება და ისტორიული ადგილების ნახვა მინდა. დამათვალიერებინებთ? ქალაქს კარგად მეც არ ვიცნობ, მაგრამ შევეცდები დაგეხმაროთ. მადლობთ. რას ამბობს? თქვა რომ თანაშემწეს საკონსულოში საქმე აქვს. კარგად არ ვიცნობ სტამბოლს, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ადგილს ვაჩვენებ. ჩვენ ვერ წამოყვებით. მარტო მოგიწევთ წასვლა. არა უშავს, რა ჩემი ძლია ყველაფერს გავაკეთებ. კაფალე ჩარეში წაიყვანეთ. ჩვენი მძღოლი სტამბოლს მშვენივრად იცნობს. ალბათონო იდეალ, თქვენ წადით. ბატონო მერს ჩვენი ქალაქი აჩვენეთ. მიხრიბან? ხო, აშკარაა რომ მერს მოეწონე. რას ამბობ? იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ხუმრობა იქით იყოს და ნამდვილად გადაგვარჩინე. გმადლობ. თქვენი მანქანა მზადაა. მადლობთ. არაფერს. გთხოვთ. ეს ვისი იდეა იყო? შენი? ხო, ნაწილობრივ ჩემიც, მაგრამ გადაწყვეტილება ასოციაციის დირექტორთა საბჭომ მიიღო. მე მთხოვე შენთვის თავმჯდომარის პოსტი შემომეთავაზებინა. შენ რატომ ანევერთავს? დრო გადის ონორ, ვითომ არ იცი. ხომ შეგიძლია მეორე დააყენო შენი კანდიდატურა? არა, ძალიან დავიღალე. ერთი მხრივ ჩვენი ჰოლდინგის პროექტები, მეორე მხრივ ასოციაციაში ახალგაზრდა ბიზნესმენთა საქმეები. გმარა, ბოლოს და ბოლოს დასვენება მჭირდება. დასვენება კარგია, იასემინ.
მაგრამ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ქერემია. ფიქრობ ჯობდა მისთვის შეგვეთავაზებინა. რას ამბობ? ქერემი საქმეს შენსავით აკეთებს. მას თათბირზე მოსვლაც კი ავიწყდება ხოლმე. მხოლოდ თავისი ახტაზე ფიქრობს. ონურ. ასოციაცია შენნაირი ხელმძღვანელი სჭირდება. პასუხისმგებლობის მქონე, ენერგიული, ჭკვიანი, წარმატებული. ერთგული ადამიანი. მიდი, გააგზავნე. კიდევ? ქარიზმატული, მომხიბვლელი. იცი, ის სამი თვე სულაც არ ყოფილა ჯოჯოხეთი. ეს შენი საცოლის დასამშვიდებლად ვთქვი. სამი თვე არა, 9 კვირა. ჩემს დეპრესიასაც თუ ჩავთვლით, სამი თვე გამოდის. მართალი ხარ, სულაც არ ყოფილა ჯოჯოხეთი. არ გეწყინოს, ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით ესემინ. კარგ მეგობრებს კი სასიყვარულო ურთიერთობა ვერ ექნებათ. მართალია. აბა, შევსვათ ახალი პოსტის სადღე გრძევა. მოიცადენ უჩქარო. ჯერ არ გადამიწყვეტია. ეს ლამაზი სამაჯურები ხელნაკეთია. ეს ხელნაკეთებია. ძალიან ლამაზია. თუ შეიძლება 4 ცალი. 4 ცალის ყიდვა უნდა. ხედავთ რამდენ ფულს ხარჯავს? დიდარია. მათ ქვეყანაში ბევრი ნავთობია. ამათ ალმაატაში წავიღებ. ალბათ სოლისთვის ყიდულობს. ალბათ. არა. აი ეს აქ დარჩეს. ეს თქვენ მიიღება. არა. რას ამბობთ? თქვენ მე ძალიან დამეხმარეთ. გთხოვთ გამომართვეთ. არა, გმადლობთ. თქვენია. როგორ მოვიქცე? უბრალოდ დახმარებისთვის ზედმეტად ძვირფასი საჩუქარია. არ გამიკვირდება სამაჯურთან ერთად თქვენც რომ წაგიყვანოთ. ეს თქვენ. არ არის საჭირო. მე გამოვართვი. თქვენც უნდა გამოვართვათ. ძალიან ლამაზია. მადლობთ. მასპინძლობისთვის დიდი მადლობა. ძალიან ნასიამოვნები ვარ. ეს თქვენი საჩუქრებია. ძალიან უხერხულია ჩვენ ხომ უბრალოდ ქალაქი ვაჩვენეთ. ალმაატაში ჩამოდით. ალმაატაში გვეპატიჟება. მე კი არა თქვენ გეპატიჟებათ. რას ამბობთ? ნახვამდის. ნახვამდის. მადლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. ყავა გინდა? დავლევ. არ მგითხავ შეხვედრამ როგორ ჩაიარა? რატომ უნდა გითხო? დარწმუნებული ვარ, კარგად ჩაიარა. მოგწონს? ლამაზია. ეს რა ადგილია? პატარა სოფელია ჩრდილოეთ იტალიაში. იქვე ნახებია საჯინიბო. შეგვიძლია თაფლობის თვე იქ გავატაროთ. თაფლობის თვე? რა იყვარ წავალთ? მინდა ერთი თვე იქ გავატარო, დავისვენო. შეხედე? ეს წყარო სოფლის ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია. ლამაზია. რა არის მასში განსაკუთრებული? ამბობენ რომ წვილი რომელიც ამ წყაროდან წყალს დალევს. ერთმანეთზე უმიზროდ არ იეჭვიანებს. მიმანიშნებ რომ უმიზეზოდ ვეჭვიანობ შენზე? ასე არ არის? არა, ამის მიზეზი მაქვს. კარგი რა. იცი რა, ეჭვიანობა ძალიან პრიმიტიული გრძნობაა. გეთანხმები? ისმენ მუსტაფა. რა? ვეტერინარი რას ამბობს? მოვდივარ. არა, მოვალ. რა ხდება? საჯირი მონდარეგეს შახრიარი ავად გახდა.
ავად ხარ ჩემო საბრალო. საყვარელო. რა თქვა ვეტერინარმა? ვირუსული ინფექცია. ახლა გავრცელებულიაო, მაგრამ ეს დაავადება საშიში არ არის. უკვე მისცეს სამბლები. რა თქმა უნდა დაალევინეს, მაგრამ რამდენიმე დღე უნდა დაისვენოს. ჩემო კარგო. ლამაზო. ტაქსით ხოვე რომ დილას და საღამოს მოინახულოს. შენ კი ამბები გამაგებინე. კარგი. ძვირფასო. საყვარელო. საბრალო. ონურ, ძალიან მოწყენილია. გამოჯართელება ნონენრილო. ჩემი ბიჭი ძლიერია. რა თქმა უნდა. მიხრიბან ჯერ არ დაურეკავს, ქანს ალბათ სკოლიდანაც მე წამოვიყვან. ერთად წავიდეთ. დროს ნუ დავგარგავთ. კარგი. აპატიე. გისმენდა. შვილო, როგორ ხარ? კარგად დედა შენ? მეც კარგად შვილო. იქნებ დღეს ერთად ვივახშმოთ. ძალიან მომენატრე. კარგი, საწავიდეთ. არა, ხომ იცი, რესტორნები არ მიყვარს. აჯობებს ჩემთან მოხვიდე. იქნებ შენ მოხვიდე ჩემთან. კარგი მშვენიერი იდეა. თან ფირდებს ის მომზადებული კერძები მომენატრა. კარგი დროებით, საღამომდე. დედა იყო. ჩემთან ერთად უნდა ვახშმო. რა კარგია. ისევ რაღაც პრობლემებია. ონურ გთხოვ, ნუ გააღიზიანებ. ძალიან ნაწყენი ხარ მასზე. არა, რატომ უნდა ვიყო ნაწყენი? ადამიანები ამას აქში არ იცვლებიან. დედა შენი ისეთი მივიღე როგორიცაა. და მე შემეძლოს ასე მოქცევა. დედა, სალათი თქვენგან შორს დგას, მოგაწოდოთ? თუ მომინდება თვითონ ავიღებ. ვიძია ბურჰან. მაღაზიის კომპიუტერზე ახალი პროგრამა დავაყენე. ახლა უკვე მაღაზია ფაბრიკას ინტერნეტით დაუკავშირდება. როგორ? როცა მაღაზიაში რამე გაიყიდება, შეგიძლიათ ფაბრიკაში კომპიუტერით ნახოთ. ერთდროულად? დიახ. გაყიდვები ჩეკებით დაფიქსირდება, საქონელი კი საწყობის სიიდან ავტომატურად წაიშლება. ესე იგი ახლა არანაირი გარღვევა არ მოხდება. დიახ. ყველაფერს გავაკონტროლებთ. ოჯახგანი. ოჯახ. მამა, თქვენი დამსახურებაა, რომ განი დაჭკვიანდა. ეს თვითონაც მოინდომა. რა კარგია, არა დედა. ხომ ასეა? განი მამას კარგი თანაშემწეა. აი ძვირფასო. საყვარელო, ასე ნუ იქცევი. ბევრი რძე უნდა დალიო. დალი, ნუ ჯიუტობ. ამას არ გულისხმობდი. ნუ მიმაჩვევ ასეთ მზრუნველობას, როცა ჩემ გვერდით ხარ, თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყველაფერს შენ მიკეთებ, მაგრამ მერე სახლში ბრუნდები. ჯანსელ. არ გინდა. მომისმინე. ჩვენ შვილი გვეყოლება. ბედნიერი ვარ, გესმის? ასეთი სიტყვებით გულს ნუ მდგენ. ძალიან გთხოვ. კარგი. მოდი, ზედალი. დედა, თავი დაანებეთ, მე ავალაგებ. რა ხდება რძალო? მამა, დედა არ მელაპარაკება. რატომ გიგვირს? მადლობა თქვი მე რომ გელაპარაკები. მამა, მინდა ბუდიში მოვუხადო, მაგრამ მიმეთ, თუ შეიძლება ცოტა ხნით გადი. კარგი ბატონო ბურხან. რა ხდება ბატონო ბურხან? ქალბატონო ნადიდე, შენ ზრდავს უნდა რომ ბოდიში მოგიხადოს. არ არის საჭირო, არ მჭირდება. ქალბატონო ნადიდე, პატიება დიდი ნიჭია. ბატონო ბურხან, მას ბევრჯერ ვაპატიე. პატიების ძალა აღარ შემრჩა. ჩემი რძლისგან წესიერად მოქცევას არც მომავალში ველოდები. დედა გთხოვ, თუ ღმერთი გწამს, არ მინდოდა თქვენი ტყენინება. გაჩუმდი.
ჩემს შვილებს გეფიცები ასეა. განერვეულებული ვიყავი და ის სიტყვები იმიტომ წამომცდა. მართლა არ მინდოდა. ფიუსუნ საკმარისია. რამდენი დღეა ადგილს ვერ პოულობ. გემუდარებით. დამინჯერეთ. ხედავთ რა გვიანია და ჩემი შვილების მამა ჯერ არ მოსულა. თუ არ მაპატიებთ, იცოდეთ რომ ნამდვილად მოვკვდები. ქალბატონო ნადიდე, ნუ ჯიუტო. ჩვენი შვილების ხათრით. დედა მაპატიეთ. 1000 ჯერ მოგიხდით ბოდიშს. გთხოვთ. შენს გოგოებს და ბატონ ბურხანს უმადლოდე თორემ. კარგი რა მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, ონურ. არ მესმის, რატომ არ გინდა ოჯახურ წრეში პატარა ქორწილის გადახდა. გთხოვ დედა, ნუ მეგამათები. ჩვენ დიდი ქორწილის გადახდა გადავწყვიტეთ. კარგი. ესე იგი, გადაწყვიტეთ, რომ ყველამ დაგცინოთ. დედა, ხომ არ მომესმა? არა, ონურ, არ მოგესმა. შვილიან ქალზე დაქორწინებას დავთანხმდი. მაგრამ დიდი ქორწილის გადახდა თითქოს ახალგაზრდა გოგოზე დაქორწინდი სასაცილოა. ხომ ასია ფირდევს? რა სიტყვი? წაიღე არ მინდა. გვრივს შეეფერება ახალგაზრდა გოგოსავით საქორწილო კაბიშჩაცმა. ასეთი რამ არ გამიგია. გასაგებია, ჩემთან სამახშმოთ კი არა, როგორც ყოველთვის საღამოს ჩასაშყამებლად მოხვედი. ვახშავი მხოლოდ მიზეზი იყო, თითქოს მოგენატრე. სისულელეს ნუ ამბობ. დედა შენი ვარ და ჩემი მოვალეობაა გაგაფრთხილო. ყველა დაგცინებს. ამას ვერ შევეგუები. მაშინ ქორწილში ნუ მოხვალ დედა. დამიჯერე შენ სარყოფნას ვერავინ შეემჩნევს. ონურ, როგორ მელაპარაკები? ფირდევს, ვტყუი? შეიძლება ონურ აქსალმა ასეთი ქორწილი გადაიხადოს. მაპატიეთ ქალბატონო ფერიდე, მაგრამ რატომ არ შეიძლება? სულ ესაა თუ მუხთარმა კიდევ რამე გაჩუქა? შაჰრაზად. ეს რა არის? მაჩვენე? ესეც მისი ნაჩუქარია? ხო. ლამაზია. არ ვართმევდი. რა თქმა უნდა. ვუთხარი არ მინდა მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. ძალიან ლამაზია. იმ გოგოს გულსაკიდი უყიდა. შენ ულამაზესი სამაჯური გაჩუქა, მას კი უბრალო გულსაკიდი. აბა, ხოლ როდის ხვდებით ერთმანეთს? შაჰრაზად, რას ამბობ? შეხვედრა არ შემოგთავაზა? კი. ეს მესმის. უარი ვუთხარი. იმედია მისი თარჯიმანი ხვალისთვის გამოჯანმრთელდება. დედა, ეს ვინ იყიდა? დედა მიხრიბანის ერთმა მეგობარმა, რომელსაც ის ძალიან მოეწონა. შაჰრაზად, რას ამბობ? ამაში ხომ ცუდი არაფერია? ხო, ასეა. დედა მიხრიბან მითხარი? მას ძალად გახვევი? ამას ნუ ამბობ, ჩემო საყვარელო. ძალიან ლამაზი არა? ონურ? საყვარელო. დედა შენი წავიდა? ხო. რატომ ასე ადრე? იმედი არ გიჩხუბიათ. ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია შაჰრაზად. ესე იგი ისე ვიჩხუბეთ. მიზეზი რა იყო? დედა მიზეზს ყოველთვის პოულობს და ნაზვიადებს. არ იფიქრო ამაზე, არ ღირს. ხვალ ბატონ ბურხანთან მიდიხარ? ვარა ვქნა ონურ. მითხრა რომ ეზოში საბავშვო მოედანი მოაწყო ქაანისთვის. უარი ვერ ვუთხარი. კარგი. ესე იგი ისევ მოწყენილი ვიქნები. გონია მე არ მოვიწყენ. მაგრამ კვირას ხომ შევხვდებით? რა თქმა უნდა. შაჰრაზად. ძალიან მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ. მომგითხარი, სანერვიულო არაფერია. როგორც ჩანს, ბურაკი ალპინისტებთან ერთად მთაშია.
ბატონმა ბრაუნმა ასე გითხრა? ო. ორშაბათს უნივერსიტეტში მივა, თუ ვერ ნახავს დეკანატში წერილს დაუტოვებს და სთხოვს რომ დაურეკოს. კარგია რომ რაღაც ინფორმაცია მაინც გავიგეთ. ო, რა თქმა უნდა, ინფორმაცია. სანამ შენ აქ ნერვიულობის მთაში სეირნობს. თავარია ჯანმრთელად იყოს. ცოტათი მაინც დავმშვიდდი. თქვენ როდის გეყოლებათ შვილები? როგორ არიან შენი მშობლები, ბენო? თავს როგორ გრძნობენ? კარგად არიან, გმადლობთ. ერთმანეთს ხომ ხშირად ურეკავთ? რა თქმა უნდა. როცა სტამბოლში ჩამოვლენ, აუცილებლად შემატყობინე, მინდა ვახშამზე დავპატიჟო. კარგი, ძალიან გაუხარდებათ თქვენი ნახვა. მართლა მელიქი რატომ არ მოვიდა? ვიფიქრე ერთად მოხვიდოდით. შენი და ჟურნალში ნახე? რომელ ჟურნალში? როგორ ჯერ არ გინახავს? რაზე მელაპარაკები? მე ჩოქში ვარ. ამ დილით ვნახე. ფოტოზე ბატონ ქერემთან ერთადაა. სათაური კი არც ისე სასიამოვნოა. რამეშველო? აღარ მინდა დედა, მადლობ. უკაცრავად. გისმენ მელეკ. ალო, გამარჯობა, ჯერ ისევ საუზმობთ? ო, ძვირფასო, რა მოხდა? გთხოვ არ შეიმჩნიო. შენი ფოტოა ჟურნალში გამოქვეყნებული. რას ამბობ? სტატია კი ნამდვილად არ მოგეწონება. ვერ გავიგე, რას გულისხმობ? აჯობებს სახლში მოხვიდე. მოვდივარ, ძვირფასო. მოხდა რამე? არა, იმედია სერიოზული არაფერია. რაღაც პრობლემაა ბინის მეპატრონესთან, ამიტომ სახლში უნდა წავიდე. მაპატიეთ, რომ ასე სასწრაფოდ მომიწია წასვლა. ბოდირს გიხდით. ბენო, ასეთ რემლანებზე ნოინერვიულებ. მეც ამოყვები. კარგი. ჰოლდინგ ბენიაფის არქიტექტორმა ბენუ ათამანმა თვითმკვლელობას სცადა. მან ალკოჰოლთან ერთად ანტიდეპრესანტები მიიღო. ჰოლდინგის ხელმძღვანელები არანაირ განცხადებას არ აკეთებენ. საინტერესოა რა იყო ამის მიზეზი. მისი შეყვარებული ქერემ ინჯეოღლუს ღალატი თუ ბენუ ათამანის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება. ამბავი, რომელსაც ჰოლდინგი მალავს, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ეს სემადურმაზმა დაწერა. ეგვინ არის. ზეინეფის მეგობარია. ჟურნალისტი გუშინ ერთად მოვიდნენ კლუბში. გასაგებია. აი თურმე რაშია საქმე. კან, ბუქეთთან მიდი. ავდივარ. ბუქეთ, ბურჯუ, ყურადღებით იყავით, ქანი არ დაეცეს. კარგი, მამა. რა კარგად თამაშობენ არა? ძალიან. მოდი გავიქცეთ. ნახშირი მზადაა, ბატონო ბურხან. მოიტანე შვილო, მოიტანე, თითქმის მზადაა. განი, მოდი აქ. ცოტა ხანს ხორცს მიხედე. წავიდეთ, ვისრიალოთ. კარგი ბიძია ბურხან. აი, გამომართვი. როგორ არის ჩემი ბიჭი? უკეთ ბატონო ონორ. საბოლოოდ როდის გამოჯანმრთელდება? ვეტერინარმა თქვა ორ დღეშიო. მალე გამოჯანმრთელდი, კარგი? ძირფასო. განი, ხორცი მზად არის? თითქმის ბიძია ბურხან, მალე შეიწვება. ბავშვებო, სუფრასთან მოდით. კარგი ბებია, მოვდივართ. კან აქ მოდი შვილო. ფრთხილად. დაჯექი. ხიდი განი. სარამცხელია მოიტანე. კარგი ბიძია ბურხან. რა ლამაზი სალათია. ესონ. სპეციალურ მოწვევას ელოდები? მოდი. აიშე, ნიმეთ, თქვენ შემოგვიერთით. არა ბატონო ბურხან, გემრიელად მიირთვით. უარს არ მივიღებ შვილო. დროზე სუფრასთან. აიშე, მოდი დაჯექი. წამოდი. ძალიან მომშვიდა. ლამაზებო, ვის რა უნდა? მე ბარკალი მინდა. მე ფთა. პირი გააღე?
აი ესე, ოჩახ. კარგი ბიჭი ხარ. უკაცრავად. საყვარელო, დურფასო, როგორ ხარ? კარგად? შენ როგორ ხარ? უშენოდ როგორ ვიქნები, მოწყენილი? კანი რა შვება, კმაყოფილია? ხო, ძალიან. ბიძაშვილებთან ერთად ითამაშა. კარგია, ძალიან მიხარია. შახშახრიარი როგორ არის? უკეთ, მაგრამ ჯერ ისევ სიმშვიდე სჭირდება. ესე იგი დღეს ვერ იჯირითებ? როგორ ვერა? შახშახრიარის ახლო მეგობარი ყავს. კომპანიონობას სწორედ ის გამიწევს. შახშახრიარი არ იეჭვიანებს? არ იეჭვიანებს. უფლება მომცა. ფერიდე, ძალიან შემაშინე, რა გინდა რომ აჩვენა? დაჯექი. ეს რა არის? გადაშალე. მიდი, წაიკითხე. რას ნიშნავს ეს? გადაშალე და წაიკითხე. ეს რა სამარცხვინო ამბავია? ხედავ ჩვენ შვილებს როგორი გოგოები უნდათ რომ რძლად მოგვიყვანონ. ერთ შვილიანი ქვრივი მეორეს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ალკოჰოლიკი. არა. მე ასე არ ვფიქრობ. ბენო ასეთი არ არის. ესე იგი არ გჯერა ამის. ალბათ გაუგებრობაა. ზევალ, ფოტოს შეხედე. ეს გაუგებრობას გავს? იმედი ახლა მაინც არ იტყვი რომ ჩვენმა შვილებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. მიდი მიპასუხე. კერემია, ხედავ რა მალე დამირეკა. ესე იგი გაბრაზდა. ალო? გისმენთ ბატონო კერემ? როგორ ხართ? ზეინებ, როგორ გაბედე? უკაცრავად. რას გულისხმობთ? თავს ნუისულელებ ზეინებ. ხომ გაგაფრთხილე თუ ზღვარს გადეხვალ, არ შეგრჩება მეთქე. ხომ გაგაფრთხილე? უკაცრავად, მაგრამ იქნებ მითხრათ რა დავაშავე. შენი ვრად ხვდები რასაც გელაპარაკები. გაფრთხილებ მწარედ განანებ. მაპატიეთ ბატონო კერემ რომ ვერევი, მაგრამ აჯობებს იმ ქალს საერთოდ არ დაელაპარაკოთ. მართალი ხარ მელეკ. თავი ვერ შევიკავე. ეს ამბავი არ მომწონს. არ მესმის, შენ რა პრობლემა გაქვს? გონი ზედმეტი მოგდის, ზეინებ. ხომ ხედავ როგორ გაბრაზდა? გაბრაზდეს. სამსახური უკვე დამაკარგინა. კიდევ რა უნდა დამიშავოს? ის კერემ ინჯიოღლუა. ჰოლდინგ ბინიაფის ერთ-ერთი უფროსი. ვერ ხვდები როგორი კავშირები აქვს. ძალიან მიშინია. ამნერვიულდი. რა დაგემართათ? თქვენ რა მართლა შეგეშინდათ? კარგად ვერთობოდით. გეყოფათ ნერვიულობა. ზეინებ, მე თამაშიდან გავდივარ. რა სისულელეს ამბობს ემა? მართლა გეშინია? ნახვამდის. რა სულელია შეეშინდა? მეც ვფიქრობ რომ უნდა შეჭერდე. მე ვარ ყველაფერში დამნაშავე. გეყოფა თავის დადანაშაულება. აბა რა ვქნა კერემ? ასეთი სუსტი რომ არ ვიყო, ეს არ მოხდებოდა. საკმარისია, ამაზე მე ვილაპარაკოთ. ძალიან მრცხვენია. ისმინა, იცოდე გავბრაზდები. მე ნუ თავს ნუ იტანჯავ. მაპატია. ისმენ დედა. კერემ? შეიძლება მოგვიანებით დაგირეკო. არა კერემ? ახლავე უნდა ვილაპარაკოთ. რა საკითხზე? იმაზე რა ჟურნალში ვნახე. დედა გთხოვ მერე დაგელაპარაკები. არა მომისმინე კერემ. ახლავე უნდა მოხვიდე სახლში. კარგი, მალე მოვალ. დედა შენ მას ნახა ფოტო არა? არა უშავს. მოუყვები როგორ მოხდა.
ახლა წავალ საღამოს დავბრუნდები, კარგი? ალბათ შევძილდები. რა სისულელეს ამბობ, შეეცადე დაიძინო. საღამოს შევხვდებით. დალია. დღემდე ბედნიერი ვიყავი, ახლა კი ყველაფერი დამთავრდა. ბენო, რა საკეთებ? თავი დაანებე. ხელი გაუშვი. ვერ ხვდები, რომ ეს არის ყველა შენი უბედურების მიზეზი. მამეთი მელეკ, არ მოგცემ. როგორ მოვიქცე მელეკ? როგორ ვიცხოვრო? დაიკო, გთხოვ, დამშვიდდი. აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს, მაგრამ პირველ რიგში სმას უნდა დაანებო თავი. მორჩა მელეკ, ვერაფერს ვერ გამოვასწორებთ. მორჩა. აქ მოდი, დროზე. ვერ დამიჯერ. დაგიჯერ. აბა დამიჯერე. დამეწია, მიდი. მიდი, დამეწია. ვერ დამიჯერ. იმის მაგივრად რომ მემენდო იმ სულელურ ჟურნალს უჯერებდე და შენთვის ჩემი სიტყვები არაფერს ნიშნავს? საქმე ის არ არის გენდობი თუ არაქერემ. ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა? შენ და ბენუ სირცხვილოდ იქცევით. დედა, თხოვ. იმის გამო რომ ვიღაც უსინდისო ჟურნალისტმა სისულელე დაწერა, გინდა ჩვენ მოგთხოვო პასუხი. საკმარისია იმ ფოტოს შეხედო და ეს სისულელე არ მოგეჩვენება. სამარცხვინო ამბავია. დედა, ღმერთო ამაზე ფიქრიც კი ცუდად მხდის. რას იფიქრებს ხალხი ჩვენზე? რას იტყვიან? ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია